ძალიან მცირე, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გამარჯვება, რომ ეხლა საქართველოს ჩვენ გვიყურებს. ძვირფასო თანამემამულენო, თქვენ უნდა გესწოდეთ, რომ დღეს საქართველოს აქვს შანსი გარდატეხა მოვახდინოთ და ეს რეჟიმი შევცვალოთ. 100,000-ობით ადამიანი დგას ახლა აქ და ელოდება დანარჩენ საქართველოს, რომ გვერდში დაგვიდგებით. 100-ობით ადამიანი დღეს მთელი დღის განმავლობაში დააპატიმრეს, დაატერორეს, დააყაჩაყეს სანახებო პოლიციის იმ წარმომადგენლებმა, რომელთათვისაც მთავარია ემსახურონ ხელისუფლებას და არა თქვენ საკუთარ ხალხს. აქ ზემოდან სნაიპერები გვიყურებენ, ეთყობა გონიათ, რომ ძალიან შეგვაშინებენ. თუ საჭიროა, მე მზად ვარ დღეს მოვკვდე აქ ჩემი სამშობლოსთვის, ოღონდ ჩემაში უნდა ღირსეულ ქვეყანაში იცხოვროთ. თქვენ დღეს არ ვიცლებით ის სნაიპერები ქართველები არიან და ის ბიჭები ჩვენთან ერთად უნდა დადგნენ. აი ეხლა რომლებიც თვალებში ვიყურავენ ალბათ იმ დუბიდიდან რომიდანაც ასე გვათვალიერებენ. მოუწოდებ მთელ საქართველოს დაადგეს ჩვენთან ერთად სახალხო კრების გვერდით. ჩვენ დღეს არ ვიშლებით, ხუთზეც ველოდებით იმისათვის, რომ ამ მცირე გამარჯვებას, რომ როგორც იქნა ქართულმა ხალხმა გაიგონა ჩვენი ხმა, პირდაპირ ეთერში ყოველგვარი კუპიურების გარეშე მივამატოთ დიდი გამარჯვება, რასაც ქვია ამ ტელევიზიის ხალხისათვის დაბრუნება, რასაც ქვია ამ ხელისუფლების შეცვლა და რასაც ქვია ქვეყნის გადარჩენა.